გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობათ. ეს არის ზონტეს 368G ფლობელის ინტერვიუ და პირველი შთაბეჭდილებები. ხო გიო, იმიტომ რომ ახალი შეძენილი ყავს და პირველ რიგში გილოცავ. მადლობაში და სიხარულში. გაიხარე. და იგივე რამდენი გაატარე? დაახლოებით ალბათ 60 კილომეტრამდე ჯერჯერობით. ანუ რუსთავიდან ორხევში. ესე რა, სულ ზიზია. ხო, ეხლა იქნება ალბათ 120 მთლიანობაში რა. კი. რამე აი ამ 60 კილომეტრში რამე უპოვე ისეთი რაც არ მოგეწონა? ნაკლი? ხო. პატარა მომენტი იყო, ამას წნევის ბლუთუზები უყენია წინ უკან. ძალიან გძნობიარია, ან პირიქით ვერ გავიგე. ანუ ხან ეკრანზე აწითლებს, ჩავამატე, კიდე წითელი იყო, ანუ ნელი რეაქცია აქვს. გადავბერე პაკრიშკები, იქ უკვე მანომედზე ელექტროთივ ბერავდი. ანუ სხვა საჩვენებდა, აქ სხვა საჩვენებდა. მომენტალურად არა ისა. ვერა, მე ნელ-ნელა რომ მიჩვენა და ჩაქვრა, პირიქით დასაშვები მქონდა. ხო და პერიოდულად შეიძლება გააწითლოს, ხო მაგაზე რომ დიდად ვინმეს არ შეეშინდეს და ზონტესებს ალბათ ყველას ესეთი იქნება ვარიანტი. შენ ამას ალბათ სანამ იყიდიდი ალბათ YouTube-ზე უცხოურ მოხილვებსაც უყურებ, ხო? კაი მინიმუმ 2-3 კვირა ჯერ ჩაუჯერხი. გადავხედე პლუსებს, მინუსებს. ჩინურის ცოტა თითქოს მეშინოდა, იმიტომ რომ მქონდა ჩინურ ტექნიკასთან შეხება, ოღონდ ესე ვთქვათ ნონეიმებთან. ეს არის უცნობ საშინელება და გასაგებია. სიფმოტო ზონტესი პრაქტიკულად ჩინურებიდან პირველ ადგილზე არიან ხარისხით და ევროპის ბაზარზეც გასულები. გლობალური ბრენდებია გამოჩნდა სოფლიო ბაზარზე და ეს უკვე სხვა დონე არის, ხო? მეორე მიმოხილვები არსებობს სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ქვეყანაში რა, ევროპაში, ამერიკაში და ასე შემდეგ. ხო, ერთი მომენტი კიდე გადამწყვეტი ეგ იყო, რომ მე მგონი რაღაცა ჯგუფი არის მოსკოვში, ანუ კურიერების და ვიზუალურად ესე იგი აჩვენეს, რომ ეს უკვე თითქმის 100,000 ქონდა გავლილი, მეორე 60 და რაღაცა და კიდე რამოდენიმე სკუტერი, ანუ ზონტესის სკუტერი. ეგ მოდელი ზუსტად. ამ მოდელზე კი, უკვე მოასწრეს 100,000. რუსეთში უფრო ადრე შესულა, როგორც ჩანს. და შთაბეჭდილებები, აბა, როგორია? ანუ გაამართლა შენი მოლოდინები? გადააჭარბა, არ მეგონა. პირველად ბიჭებთან რომ მივედი ფირმაში, ანუ შევხედავ მაინც ვიფიქრე, თანხა ჯერ რო არა გაქვს ჯიბეზე, რამე უკვე კონკრეტულზე საუბარი ცოტა რთული იყო, მაგრამ დაჯექიო, გაატარეო, ის რომ დავჯექე, გავატარე, უკვე ვეღარ გავჩერდი, ესე ვთქვათ. საინტერესო. ეგრევე გადავწყვიტო, რომ всё უკვე. უნდა რამე მოვახერხო, რომ გახდეს ჩემი. მე ჯერ არ გამიტარებია, ხო და ხო იქნებ ცოტა გატესტვის საშუალება მომწ. კი, რა თქმა უნდა. რომ მეც ანუ შემექმნას უფრო ისეთ ცოტა არის სპეციფიური, ცოტა არის. ჯერ ეს ერთი მაღლაზი ხარ. კი. რაც აი მაქსის სკუტერისთვის ცოტა უჩვეულო, ხა ის ექსაიტინგი რომ ყავს, აი ჯდები როგორც დივანში ესე რაღაცა. აქ ცოტა ისეთ თითქოს ცხენზე ხარო რაღაცა ესე. და საკმაოდ ხისტია. რაც ესეც იკურნება პრინციპში. ხისტი დაკიდების სისტემას მოისმობ ამორტიზატორები. რეგულიროვკები აქვს ამას წინა ვილკაზეც, უკანა ამორტიზატორებზეც, როგორც ვიცი, ორიგინალი კაიაბები უყენია. ხო და კაიაბის ამორტიზატორები. კი. უკანას რეგულირებადი ქონია წინა. კი, უკანაც. უკან რუსულად ვიტყვი, პრედნატიაგი აქვს, ანუ ეს შეიძლება თვითონ პრუჟინის სიმკვრივე ესე თქვა და ქვეშიდანაც ანუ კლაპანს ხსნის შიგნით. ხო. ანუ ესენიც რეგულირებადია. ხო, შეკუმშვა იმაზე. ბალონი დგას აქ რეზინის და როგორც ვიცი, პოუმალჩანი 5 ატმოსფეროზე არის დაბერილი და ეგ შველიან მაგას ზეთი შეცვლით სტოიკაში. ეგ ზეთი ჩვენთან საქართველოში რაღაცა ვერ ავნახე, მაგრამ
მიპასუხა იმ ბლოგერმა, რომ ესე იგი მე მგონი ოზონზე არის თუ არა ვცდები, მაგრამ 5-იანი ჩაასხა და გირჩევო რომ 2.5-იანი ჩაასხაო რა. სპეციალური ამორტიზატორების даже ვილკა ახატია წინ თუ არა ვცდები რაღაც. ხო და ესე იგი ვეღარ იცნობო. იცვლება, ხდება ბევრად კომფორტული. ხო. რეგულიროვკებიც იქ ნაჩვენები არის როგორ ანაირად, მარტივი პროცედურა არის, უბრალოდ უნდა მოიცალო რა. ესე იგი. ზოგადად გიო, რა ქვია, ახალ ტექნიკას რო ყიდულობ, ამორტიზატორები არის კი, სანამ კიდე მოჯდება, და დროთა განმავლობაში რო დადიხარ, მერე მოჯდება. მე რო პირველად ჩემი პირველი ახალი Max სკუტერი ვიყიდე, აი ძალიან exciting-ი რო ყავდა? ხო, იმკორო 400-იანი ძალიან მეხისტა ამორტიზატორები და ყველაზე სუსტზე დავაყენე რა, ცოტა შვება ვიგრძენი და მე ვიგრძენი რომ უკვე ძალიან დარბილდა და ნელ-ნელა ისავქენი რა. დავარეგულირე სიმკვრივეზე რა. ესე რომ ანუ მოგვარებადი არ არის ნომერი პირველი პრობლემა. კი, არანაირი. აი ეს ნუ Bluetooth-ები იყო პატარა მომენტი, სანამ გავერკვიე რომ ნელა რეაგირებს ამ წნევის შეცვლაზე. ესე იგი. კიდე რა მოგიწონა აი ესეთი, აი რას გამოყოფ? სიმაღლე, ესე იგი ბიჭებს ხო ორი ვარიანტი ყავდათ. რას გულისხმობს კლირენსის სიმაღლეს ხო იმის? ანუ ორი ვარიანტი ყავდათ, რაც მე ხა YouTube-ზე იქ არისო ნახსენები ესე თქვა, ბიჭებმა მითხრეს რომ ცოტა დაბალი ვარიანტი გყავსო და ცოტა მაღალი. ის დაბალი ვარიანტიც მშვენიერია. უბრალოდ ეხა ჩემს სიმაღლისთვის მაინც ვირჩიე რომ თან ცოტა ესე light off-road-ისთვის მინდა ესე ვთქვა და მაინც მაღალი ვირჩიე. მეტი რესურსი გექნება კლირენსის. ის დაბალი ვერსია იყიდა მორისმა, მაესტრო მორისმა და ეხლა ნუ თქვენი სიმაღლე განსხვავებულია და კარგია რომ ეს ორი სიმაღლის შემოიყვანეს რა. შენთვის ეს მეც შენს ადგილზე ამას ავირჩევდი რა. მე ისედაც მიჩვეული ვარ მაღალზე ჯდომას და კი, აი ეს პატარა სპეციფიკა ჯდომისას სიგრძნობება, რომ აი რაღაცა ისეთი თითქოს მართლა ენდუროზე ზიხარო რა, ესეთი რაღაც შეგრძნება არის. იცი ამ ბოლო დროს საერთოდ Max სკუტერები ისეთი აღარ არის, ადრე დივანს რო იძახდნენ რა. კი, ძალიან შეიცვალა. უკვე სხვანაირ სპორტულ იმაზე გადაეწყვნენ, უფრო მაღალი ჯდომით, უფრო აგრესიული იმით. დაჟე აი ეს 25 წლის გამოფენა რო იყო, ეხა 26 წლისა უკვე უყურე მე რა ვიცი, ალბათ წინასწარ იმას შვებიან, ხო, 26 წლის მოდელები. აი ესეთ სტილში წამოვიდა ესეთ დიზაინერში უმეტესობა. რაღაც ახალი ტრენდია, ხო. აი ეს იტალჯეტი, ვაფშე დრაგსტერი, სულ ესე იგი არც მოტოს არ აგავს, არც სკუტერს არ აგავს. ძალიან ესეთი საინტერესო დიზაინები წამოვიდა. კი. იმიტომ რომ მოდი სიმართლე ვთქვათ რა, Max სკუტერის ძველი დიზაინები საკმაოდ უკვე აი ესეთია რა. მოძველდა, ხო, ძალიან ანუ პენსიონერული, ძალიან მოსაწყენი და რაღაცა. ეხლა ახალ მოდელებში უფრო დიზაინი დაიხვეწა, უფრო სპორტული გახდა და რაღაცა. ეხლა ვიღაცას ენატრება ძველი Max სკუტერის აი ეს კომფორტი და რაღაცა. ნუ ეგეთი მოდელებიც რჩება, მაგრამ აი შენ მართალი აღნიშნე, რომ აი ბოლო ტენდენცია იმისკენ მიდის, რომ აი ესეთი განსხვავებული დიზაინები წამოვიდა, კი, საინტერესო. ხო. ცოტა ფასები მაინც ძვირია ესე ვთქვათ, მთლად ხელმისაწვდომი არც ერთი მოდელი არ არის. აი შედარებით ზონტესი კიდე შედარებით არაუშავს ესე ვთქვათ ამ იაპონურ ევროპულ მოდელებთან შედარებით. პრინციპში არც კიმკუ არ არის იაფი ესე რო ვთქვათ, ხო? არა, ხო. რა თქმა უნდა, ეხლა ახალი ტექნოლოგიებია, ხარისხი მიდის მაღლა. ჩინური კი არის, მაგრამ უკვე ჩინელები საკმაოდ დახვეწეს ისწავლეს. ხო, კი. შეიძლება ეხლა ჯერ ვერ ჯობნიან, მაგრამ პოტენციალი არის იმის, რომ ნაკლებებიც არ შექმნან რამოდენიმე წელში და რა ვიცი, ეხლა სიტყვაზე ეს ხო არის რა ქვია ჩინური და აქვს თავისი ფასი, ხო? Honda-ს 350-თან შედარებით, აი მე მგონი ნახევარფასია ეს კიდე. ხო. მე გადავხედე მაგ 350-იანებს მეორადებს. ხო. უფრო ძვირი იყო ვიდრე ეს. 7000
7000 თუ 7500 евро ღირს. აი რაღაცა ესე ევროპაში ალბათ უფრო მეტი. რაღაც ესე 6, 7, 8 და ზევით არის ფასები. ხო. და ეს ამაში რა გადაიხადა ფასდაკლება. ნუ ბიჭებმა ძალიან პატივი მცეს. როგორც შენი მონაწილეობითაც. ხო და გამომივიდა 14 ნახევარი. იდეალური. ხო. ეს რამდენი გამოდის დოლარში? დოლარში გამოდის 5300 რაღაცა, ნუ ესე დაახლოებით რა. რა მე მგონი ადეკვატური ფასია ამ კონცეფციის სკუტერისთვის, ახლისთვის, გარანტიით და ნუ ახალი მაინც აი სულ სხვა შეგრძნება არის, როცა კი ყიდულობ კაი მდგომარეობაში ყველაფერი, მაგრამ ახალს აი მაინც თავის რაღაც მომენტი აქვს ასიამოვნო. ხო. ზოგადად ზონტესები უკვე მოძრაობენ ჩვენს ქალაქში და რა ვიცი, კი აქტიურად. ხო. უკმაყოფილო ხმები რაღაცა დიდად არ არის, ანუ კმაყოფილი გამოხმაურებები უფრო მესმის კი, ნამდვილად. რო დავინტერესდი ზონტესით, მარტო ეგ მოდელი არ განიხილებოდა, ესე ვთქვათ, ეგ რაღაც სხვა როლიკებიც. უფრო გავრცელებული ძრავი არის 350 კუბიანი, რა ვიცი და არავინ არ ენდურებოდა. ხო. კიდე გაწევაზე, ხო, კიდე ეგ მომენტი არის, რომ ესე იგი თავის მოცულობასთან ცხენის ძალა საკმაოდ მეტი აქვს. ანუ თითქმის როგორც даже მე მგონი 400 კუბზე მეტი ძალა აქვს ცხენის ძალებში თუ არა ვცდები. შეგრძნებითაც აი ახლა ეს 500-იანი კიმკო რომ ყავს, ნუ ვიტყოდი რომ არანაკლებად ეკაჩება. ახლა ბოლომდე და ის არ გამიხსნი აპკატკაზე არის, ხო? და ისე აი ადგილიდან და ეს საკმაოდ ვერ იტყვი რომ 400 კუბიკიც არ არის რა ესე. გიორგი, მე ძალიან მინდა რომ დრო გავა, კიდევ შევხვდეთ მე და შენ. კი ბატონო. და ჩავწეროთ უკვე რაღაცა კონკრეტული კილომეტრაჟის მერე და გამოცდილებით უკვე. შენი გამოცდილება. ეხლა უბრალოდ მაინტერესებდა შენი ასეთი ცინცხალი შეგრძნება შთაბეჭდილებები. გიხარია რო იყიდე? ჯერ ბოლომდე ვერ იმაშვები ჯერ რომ ანუ ეხლა რო შეგეძლოს, ეხლა ჯერ რო არ კონდეს ნაყიდი და რა ქვია, ეხლა იყიდი კიდე თუ გადაგიარა უკვე რაღაც იმან. ეს ეხლა თუ ისევე არა, ჯერ კიდე კი. ხო. კი. პრაქტიკულად კონკურენტი არ ყავს ესე რომ ვთქვათ, თავის ფასის დიაპაზონში, თავის ვიზუალში, კლირენსის გათვალისწინებით, თან პლუს იმ ხონდასთან შედარებით პრაქტიკულად იქ ცალკე აყენებენ აი ამ ვთქვათ აქსესუარებს. ამაზე უკვე ქარხნულად მოყვება პრაქტიკულად ყველაფერი. ეს რკინის დუგები, სანისლეები, პირველად შევეხე აი ეს გათბობა სახელურების. მართლა არ ქონია? არა, არცერთ სკუტერზე არ მქონია და ძალიან საინტერესოა რა, ხელები ეგრევე გინდა რომ ჩაეჭიდო. ხო. გიორგ, ხო, ოდიში. ხო, აქ ესე იგი რაღაც აქსესუარები მოვასწარი, სანამ ვიყიდიდი უკვე გამოვიწერე, ანუ მოვასწარი აი ამ კაზირიოკის დასმა, ხო, ეკრანის. აი ეს დავსვი, რა ვიცი, ნავიგაციის. ხო, ვითომ შეიძლება რაღაცა დაახერხო. ხო, რაღაცა დასამაგრებლად და კიდე რაღაც მომენტებს ველოდები კიდე. ბევრი არის, კстати, იმაზეც, თემუზეც. ძალიან ბევრი აქსესუარი არის, კი. გასაგებია. გიორგი, რა მაინტერესებს იცი, უკვე ამ კუბატურაში მაქსის სკუტერებს უყენია წინ 2 საყრდენი დისკი, აპორნი დისკს რო ეძახი. ამას ერთი აქვს. როგორია რა სიტყვი მუხრუჭებზე? მუხრუჭები აქვს, აი იდეალური. 1-2 მომენტი მომიწია, რომ ცოტა ისეთი ესე ვთქვათ, დამუხრუჭება ცოტა ისე სწრაფად და ABS-მა იმუშავა 5-იანზე. არანაირი დაზანოსება, არანაირი ჩაკეტვა, იმინა ესე იგი საკმაოდ და ეხა რო ვადარებ, ხო, ეხა exciting-ი რომელიც ყავს, იმას აი სამუხრუჭე მანძილი ბევრად დიდი აქვს რა. ხო. ნუ წონა ეხა რაღაცა 20-30 კილოთი ის უფრო მეტი არის, მაგრამ ანუ იდეალური მუხრუჭები აქვს. გასაგებია. იდეალური. ეს რა ბრენდის საბურავები უყენია?
საბურავები თვითონ ქარხნული რაც მოყვება და ეს თვითონ აპორნები როგორც ამბობენ CST ხო ჩინური ბრენდია ხო ეს აპორნები კიდე ეს ბრემბოს შვილობილი ფირმა არისო თუ რაღაც ესეთი გამიგონია ჯეჯუანი თუ რაღაც ხო ესპანური ხო რაღაც იძახიან რომ ისა ესპანური ბრენდია და ეწყობა ჩინეთში გასაგებია CST-ს სვათშორის აქებენ არ არის ცუდი საბურავი და უბრალოდ აი სანამ ახალია ჯერ ცოტა უნდა მოწდეს რომ მოჭიდების უნარი მეტი კი პროტექტორიც კაი მაღალი აქვს ხო ძალიან კარგი ესე ვიზუალში თვითონ რეზინის ხარისხი მე მგონი ნორმალური არის საკმაოდ რა არ არის ესეთი აი ხისტი პლასტიკივით და რამე ზოგ ჩინურ იმეებზე რო არის ახლა რო იყიდება ესეთი საბურავები რაღაცა გაუგებარი ფირმის ისეთ ხარისხის CST ნამდვილად არ არის ხო გიორგი რა მაინტერესებს აი ეს აი მე ამ სტილის სკუტერებში აი ეს Honda-სგან წამოვიდა 750-იანისგან ეს არის ეს მგზავრის ფუტპეგი არ არის ასე ვთქვათ ხო ეს ძღოლის რომელსაც შეუძლია უგზაობაზე ფეხზე დადგეს ამაზე კი სამი ვარიანტი არის ასე იგი მძღოლის ერთი კლასიკური ამ საფეხურებზე ერთი აქეთ და მესამე ვარიანტი ეს რაც მაქსი სკუტერებში განსხვავებული მომენტი არის უკვე საფეხურები და ეს ითვლება როგორც მგზავრის ხო ეგ არის უკვე ამაზეც შეიძლება ესე ვთქვათ მგზავრისთვის გამოგიყენები ეს ჯერ ვერ მოვასწარი ჯერ ვერ ისეთ ძალიან ისეთ ადგილებში ჯერჯერობით არ ყოფილ ვარ ისე მე ყოველთვის ვცდილობ რომ უსორმასორო გზებზე რო გადავდივარ რაღაცა ისე დავატანო რომ ცოტა რო წამოვიდე რომ არ ურტყას ხერხემალში არ დამარტყას და ეს მაგ ხრივ კომფორტული კი სავარაუდოდ კი რომ ნორმალურად წამოდგე რა აი ზუსტად მაგ ფეხი შეგიძლია ცოტა მოკეცილი ცატარო რა კი აპრილიაზე ესეთი გასაშლელები პასაჟირსკი საფეხურები რო ქონდა მოუხსენი და ესეთი კუთხეები დავადუღე დასადგომად იმაზე იმინა დადგომილა იმაშვებოდი იმიტომ რომ ესე როიჯდე ცოტა ესეთ light off road-ზე ჭანჭყალი მიდის სერიოზული და ასე რომ გეხარ მაინც ფეხები ამორტიზირებს ესე თქვა რაღაც მომენტში მაინც შველის რა უნდა მეკითხა საბარგული რამხელა აქვს საკმაოდ ტევადი არის შენერი მე ხარ მისინჯია მაგრამ ორი შლემი ეტევაო ხო ნუ შეიძლება ეხა ესეთი სრულ full face-ი ვერ ჩაჯდეს მაგრამ კაი ტევადი არის ზოგადად მაქსი სკუტერში პირველს ამას უყურებ რამხელა საბარგული აქვს რა ტევადობის თვითონ სავარძელი როგორია გიო დადგენს ერთ ადგილს პირველი დღე რუსთავში ჟელეიანიაო ეს ხო იცი რა არის ესე ამბობდნენ მაგრამ გადაკეთება YouTube-ზე ვნახე ამისი აი ამას აუქმებენ აქ საყდენი პლასმასასაც აჭრიან ოღონდ ეს ჩიხოლი ანუ სხვა იკერება ხო რომ უფრო უკან დაჯდეს მე ახლა კლასიკურად ზივარ ანუ საფეხურებზე მაქვს ფეხები და ეს აბსოლუტურად არ მიშლის ხო და თვითონ რბილია თუ ცოტა იცი რა არის აი პირველი დღე რომ მივდიოდი რუსთავში თითქოს უფრო ხისტი იყო ეხლა თითქოს უფრო ფორმა მიიღო შეიძლება დროთა განმავლობაში ესეც მოხდეს ხო თითქოს უკვე კომფორტულად ზიხარ შედარებით შეიძლება ცოტა მივეჩვიე იქ რა ვიცი ხო მაგრამ ჟელეს ის რო ამბობდნენ არა იქ სრულად ვნახე ანუ დაშლით აკეთებდნენ ეს ზედა ანუ ეს დერმანტინი თუ როგორ დავარქვათ აი იმ გუბკაზე დადუღებული არის ანუ ეს ცალკე არ იხსნება იმინა ერთი მთლიანი მონოლიტია ესეთი უკანა საბარგული სამაგრი ცალკე გამოწერე თუ ჩამოყვა ამას ეს ბიჭებთან ავიღე მე გამოვიწერე ხო მაგრამ სანამ ჩამოვიდო და ანუ ზვიადიმ შემომთავაზა ეს ვარიანტი და მეც ვიფიქრე ხა ის როდის მე თქვი ჩამოვა ეს კოფრის დამაგრება უკვე მჭირდებოდა გამოძახებებზეც აპარატს ამაშივდებ რა ანუ ხო და მე თქვი ხა 1-2 კვირა რო ველოდო კიდე და ბარეღა მავიღე მაგათან და
ერთი დამჩა. ხო. ეს უფრო ძლიერი კონსტრუქციის ჰქონდათ მაგათ რა. მოტოზონაში სადაც იყიდე იგულის, ხო? ჰქონდათ უკვე ეს აქსესუარი? კი, ჰქონდათ, კი. შვენიერი. ანუ ცალკე ფასი გადავიხადე ესე თქვა. ეს არ მოყვება კომპლექტში. გავიგე. ღამე თუ გაგიტარებია და ფარები როგორ ანაკლებს? თავარი ფარები, სანისლე ფარები როგორია? სანისლე არ მიცდია, უბრალოდ ისე შევხედე რომ მუშაობს. ბლიჟნი ესე ვთქვათ, მშვენიერია. აი პრაქტიკულად აღარც გჭირდება რამე დამატებითი განათების დაკიდება. დალნიც ეგრევე ну აი დიდ მანძილზე დიდ არეალს იმაშვება რა. განათება მოგწონს ესე. კი, განათება მშვენიერია. ძალიან კარგი. ანუ აი პრაქტიკულად ზუსტად ის არის, რაც მე მჭირდებოდა და რაც მინდოდა რა, ესე რომ ვთქვათ რა. რაც მეკლდა მაქსის სკუტერში, ესე ვთქვათ, ამ მოდელში ყველაფერი არის რა. გამოგარია? მეგობრებო, მე მინდა შეგახსენოთ, რომ მაქსის სკუტერ საქართველოს ჩვენი კლუბი არ ეწევა რომელიმე კონკრეტული ბრენდის რეკლამას. ეს არ არის ზონტესის რეკლამა. ეს არის არ გვიხდიან. ხო, გადაგიხადეს ფული. ხო არ გაჩუქეს თქვი ახლა მართლა სიმართლე. ამას ვაკეთებთ სუფთა ინფორმაციას. ხო, იმ ენთუზიაზმით, რომ მაქსის სკუტერი ჩვენ თვითონ გვჯერა, აი გიორგი მაც თქვა წეღან და მეც. მაქსის სკუტერი არის ძალიან მაგარი რამე ყოველდღიურობაში. ძალიან კარგი სატრანსპორტო საშუალება. ხო და გვინდა რომ ეს რაც შეიძლება მეტ ადამიანს უამბოთ და მეტმა ადამიანმა მოსინჯოს, რომ ეს ჩვენი ქალაქიც განიტვირთოს. ეხლა თუ ადამიანს მოტოციკლით ეზარება ყოველდღე ქალაქში სიარული, ჩვენ უნდა უთხრათ, გავაგებინოთ, რომ არსებობს მაქსის სკუტერი, სადაც ჩვენი ასაკის, ჩვენი აღნაგობის, ჩვენი წონის თუ ასე შემდეგ ადამიანს შეუძლია დაждდეს და იაროს და რაღაცეების არ შეერცხოს, ასე ვთქვათ რა. ეხლა ეს პატარა ჩაულებრივი მოპედებზე ეხლა ამხელა კაცი რო დაждდება და მართლა ისე მესმის რომ შეიძლება ზოგი ამას სერიოზულად ვერ აღიქვავდეს და ცოტა იმორსაც ქართული მენტალიტეტი არის და მოსაც იწოდეს ბიჭო რითი დადიხარ და ასე შემდეგ და რა ვიცი აი არანაირად გასატეხი და პირიქით არის აი არ შეგწყვება. ხო, მე ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი თემა და რაც შეიძლება მეტი ჩვენი ასაკის ადამიანი ქალიც და კაციც უნდა გადაჯდეს რა. გადაჯდეს მაქსის სკუტერზე, იმიტომ რომ აი ქალაქისთვისაც იქნება შვება და ადამიანისთვისაც იქნება შვება, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში სამსახური, სახლი, საქმეები, ბაზარი, ასე თუ ისე ყველგან იპოვი გასაჩერებელ ადგილს, ისეთი საცობებიც ეხლა არ არის რომ რაღაცა ვერ გაძვრე. კი, გაჩერების პრობლემა პრაქტიკულად გეხსნება. მაღაზიაში წახვალ ან სამსახურის საქმეში დაგჭირდება რამე ჩასადები არის, აი აქ ბატონო, აქ ანუ გადაიტან ტვირს. მე მაგალითად რა ვიცი, 1-2-3 დიდი პარკი მომითავსებია ყველგან ჩემს მაქსის სკუტერში და წამი ნამდვილად. ხო, შვენიერი. გიორგი, ერთი სული მაქვს, როდის გამატესტინებ? გავტესტოთ. გადავიდეთ უკვე ტესტში. აბა. ერთი აწეულია.